პირველ რიგში ამასაც მოვესწარეთ, როდესაც პოლიტიკოსები არ არიან სცენაზე, პოლიტიკოსები არ გამოდიან სიტყვით და აქციას მართავს ჟურნალისტთა კორპუსი და საზოგადოებრივი სხვადასხვა პროფესიული ჯგუფების წარმომადგენლები. რას ემსახურება დღევანდელი დღეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს არის ერთი მხრივ კაფიოს სიგნალის გაგზავნა. მე მგონი აი ყველამ დავინახეთ, ხო მე პირადად ველოდებოდი ძალიან ბევრ ადამიანს დღეს რუსთაველის გამზირზე, მაგრამ გამოგიტყდებით და ამდენ ადამიანს არ ველოდებოდი. მაშინ, როდესაც აი ამდენი ადამიანი 4 თვის თავზე როცა ივანიშვილის ხელისუფლებამ საკონსტიტუციო უმრავლესობით მოიპოვა გამარჯვება, 4 თვის თავზე მოახერხა და აიძულა, რომ აი ამ 10,000-ობით ადამიანი გამოსულიყოს ქუჩაში. და რისთვის არის გამოსული? რას ვითხოვთ? ელემენტარულ სიტყვას ეს ხალხი, რომ ივანიშვილმა ყველაფერი არ იყიდოს ამ ქვეყანაში. არ დააკუცმაცოს რეალურად პოლიტიკური პარტიები, არ გაუდაბნოს პოლიტიკური ველი თავისი მილიონებით, არ იყიდოს ოპოზიციური პარტიის ლიდერები, არ შეაქმნებიოს რაღაცა კვაზი ოპოზიციური პარტიები, ყველა ინსტიტუტი ავტორიტეტული არ გაანადგუროს, არ მოსპოს და არ დაიქვემდებაროს. ერთადერთი თავისუფალი მედიის გარანტია დღეს არის რუსთავი 2. მოგწონს რუსთავი 2, არ მოგწონს, ეს არის ფაქტი. ის არის არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლების გარანტია და თავისუფალი მედიის, არამედ აი პოლიტიკური, ნორმალური პოლიტიკური პროცესების და დემოკრატიული და სამოქალაქო პროცესების განვითარების გარანტია ამ ქვეყანაში. იგი ებრძვის დემოკრატიის უმთავრეს პრინციპებს. ბუნება ასეთი ოლიგარქის არ გაგვიკვირდეს, იცით? ბანალურად ჟღერს ყველა შეიძლება ნაწილი საზოგადოებისთვის დღეს, როდესაც საუბრობთ ყველაფერზე და უკავშირებთ ყველაფერს ივანიშვილს. ეს ესეა, ვინაიდან ივანიშვილს როგორც მილიარდეს, რა დემოკრატიული პრინციპები გაამყაროს და არჩევითობა დანერგოს და ხელისუფლება არჩევნების გზით იცვლებოდეს? არავითარ შემთხვევაში ივანიშვილს აქვს ერთადერთი ამოცანა, რომ გავლენა შეინარჩუნოს მთელ პოლიტიკურ სპექტრზე და ყველა საზოგადოებრივ ასე თქვა ჯგუფზეც. დღეს მე მგონი მანაც დაინახა ძალიან კაფიოდ, რომ ეს მას არ გაუვა. ყველაფერი არ იყიდება. რაც არ უნდა მილიარდი გედოს შენ სხვადასხვა ანგარიშებზე, არის რაღაცა რაც არ იყიდება და დღევანდელი ასე თქვა ეს თავყრილობა 10,000-ობით ადამიანი, დიახ, არის გარანტია, რომ ეს ხალხი იცავს ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკურ პროცესებს. ამის გარეშე ქვეყანა წინ ვერ წავა. ჩვენ არ შეგვიძლია ვიყოთ ჩამოკიდებული არაფორმალურ მმართველზე და მის ასე თქვა ყოფილი დაცვის წევრებზე, რომლებიც ახლა არიან მოკალათებულები სხვადასხვა სამინისტროებში, მინისტრებად და სხვა უმაღლეს თანამდებობებზე. ეს არის მთავარი გზავნილი, რაც დღეს საზოგადოებამ პოლიტიკოსების მონაწილეობის გარეშე გააგზავნა და მე ვფიქრობ, როდესაც პოლიტიკური პარტიების და არაერთი პოლიტიკური პარტია აქ ეხა ბევრი, აი აქ სადაც მე ეხლა ვდგევარ, დგას რამდენიმე პოლიტიკოსი ჩემს ასე თქვა გარშემოც მე ვდგევარ მათ გვერდით, ბევრი სხვაობა გვაქვს, არსებითი განსხვავებები გვაქვს, მაგრამ დრო არის რომ ეს ყენა გადავდოთ. ეს ყენა გადავდოთ გვერდით, ვინაიდან ყველაფერი უკან მოგჩება, თუ რუსთავი 2 როგორც თავისუფალი მედიის ასე თქვა ერთადერთი საშუალება ქვეყანაში აღარ იარსებებს. დიდი მადლობა.